ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ეს რუსული კამაზი მხოლოდ ერთ-ერთია მრავალთაგან, რომლებიც საქართველოს გზებზე ბოლო წლებია თვალში საცემად მომრავლდნენ. ისინი რუსეთიდან საქართველოში ხორბალს ეზიდებიან. ზოგი სხვა ქვეყანაში, საქართველოს გავლით. შეხედვისთანავე ცხადია მისი ტექნიკური მდგომარეობა და ეკოლოგიურობა გამონაბოლქვის მხრივ. აგროსიახლეები დაინტერესდა რუსული კამაზებით ხორბლის გადაზიდვისგან რატომ ვიმძიმებთ ეკოლოგიას, ან რატომ ვაშოვნინებთ ფულს ჩვენს ტერიტორიაზე რუსებს, მაშინ როცა ეს ფული ქართველმა გადამზიდავმა შეიძლება იშოვოს და ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩეს. კიდევ უფრო პრაგმატულები თუ ვიქნებით, ეს ხორბალი რკინიგზით შეიძლება გადაიზიდოს და ჰაერიც არ დაგვიბინძურდეს. სხვადასხვა საქართველოს მთავრობამ იმპორტირებული ხორბლის ავტოტრანსპორტით გადაზიდვის შეზღუდვის გეგმა ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში წარადგინა. თუმცა ეს წამოწყება დაინტერესებული მხარეების შეთანხმებული წინააღმდეგობის გამო მალევე შეწყდა. მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ ხორბლის მცირე იმპორტიორები, ტრაილერების მძღოლები და წისქვილები, რომლებიც ავტოტრანსპორტით იმპორტირებულ ხორბალს იყენებენ. შედეგად ხორბლის ავტოტრანსპორტით გადაზიდვის შეზღუდვის ძალაში შესვლა ჯერ გადავადა და შემდეგ დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა. ანუ ხორბლის ზიდვას ავტომობილო ბორბლებზე დავტოვეთ, მაგრამ ახლა რატომღაც არ ჩანან და პროტესტს არ გამოხატავენ ის ქართველი მძღოლები, რომლებსაც ფაქტობრივად ჯიბიდან ფულს აცლის რუსი გადამზიდავი. რუსული კამაზით დევნის საკუთარი ქვეყნის ბაზრიდან დამატებით გვიწამლავს ჰაერს. გარდა ამისა, ასეთი რუსული კამაზები, როგორც წესი, ღერძზე მომეტებული დატვირთვით მოძრაობენ, რითაც მათ ვაფუჭებინებთ გზებს, რომელთა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა მილიონები გვიჯდება. იქმნება ხერგილები, რაც ტურისტებისთვის დიდი დისკომფორტია. ყველა ქვეყანა, ნებისმიერი ქვეყანა უფრთხილდება თავის ინფრასტრუქტურას. თუნდაც ის გარემოება, რომ საავტომობილო გზების მოვლა შენახვაზე ნიშნულოვანი თანხები იხარჯება, თუ არ ვცდები, წელს 2024 წელს 700 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი და ფაქტობრივად ეს თანხა არაფერს არ წვდება. ამის ყველაზე დიდი პრობლემა დღესდღეობით მდგომარეობს იმაში, რომ ღერძზე გადამეტებული დატვირთვა ისეთი მაღალია, რომ ხდება ინტენსიურად საქართველოს გზების დაზიანება. აი ალტერნატივა რო გავაკეთოთ რუსეთის მიმართულებით, სასწაულად კარგად არის აწყობილი აი სასასწორო მექანიზმები და საკმარისია საქართველოს სატრანსპორტო საშუალება გადავიდეს, რომ თვითონ ძალიან მნიშვნელოვან ჯარიმებთან იქნება დაკავშირებული. აი ღმათ რო არ წავიდეთ ამ პროცესში, აი ზუსტად ეს კამაზები, რომელსაც სპეციფიკიდან გამომდინარე 4 ღერძი აქვს და აქ ღერძზე მომეტებული დატვირთვაა, აი ესენი ძალიან აზიანებენ საავტომობილო გზებს. კამაზებისთვის თანხმდენილია მეორე კიდევ უკიდურესი ეკოლოგიური მომენტები. ეს არის 80-იან წლებში გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებები და დაბინძურების და ასე შემდეგ ეკოლოგიური მით უმეტეს ისეთ ტურისტულ ხარეში, სადაც მოძრაობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე აი ეს ხერგილების შექმნა ხშირ შემთხვევაში, რომელიც ტურისტულ ბიზნესთან უნისონში არ ჯდება და ხშირია შემთხვევები, რომ გათვალისწინებულია ადამიანს პირობითად 3 დღე დარჩენა და 2 დღეში ამთავრებს თავის ტურისტულ, ასე ვთქვათ, დასვენების პერიოდს და ერთობლიობაში ძალიან შორს რო არ წავიდეთ, აი ამ სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლა დიდ დისკომფორტს უხდის ჩვენს სატრანსპორტო სისტემას. საგორიან რეგიონშია განლაგებული საავტომობილო გზა და მოვლა შენახვის სამუშაოები ყველაზე მეტად ინტენსიურია. ამიტომ აქ არის ძალიან კი ბატონო, ჩვენ მომხრევართ რომ კონკურენტული სიტუაცია შეიქმნას, მაგრამ კეთილი და დაცული იყოს ღერძზე მოსული დატვირთვა, ეკოლოგიური ასპექტები, იმიტომ რომ დეტალებში არ მინდა შევიდე, მაგრამ ყველა სატრანსპორტო საშუალებას გადაკეთებულია ძრავიდან გამომდინარე, რომ
თუ არის მაგალითად ევრო 5 და ევრო 6 აკეთებენ ისე რომ რაღაც დამატებითი სითხეები სჭირდება და ეს თანხებთან არის და აუქმევენ ამ რაღაც სისტემას და ევრო 2, ევრო 3 სტოლფასია და აქედან გამომდინარე ეს ეკოლოგიურ ასპექტებს იმაშვება, რა ქვია, ზრდის. ამიტომ 2018 წელსაც ეს ნიუანსები იყო წამოსული, მაგრამ ძალიან სოციალური აფეთქება გამოიწვია და ბუნებრივია ჩაიფარცხა ეს მდგომარეობა, მაგრამ გარკვეულწილად ალბათ კონკურენციამ უნდა დაარეგულიროს ოღონდ ნორმების დაცვის ფარგლებში. მე სხვა გამოსავალს ვერ ხედავ ძალიან ზღოლის რომელიც დღეს აი რო იტყვია სანთლით საძებარია და ხშირ შემთხვევაში სოციალურ ქსელში ასეთი განცხადებაც ხდება რომ დავიტანჯეთ ამ საზღვრებზე და აღარ გვინდა გვირჩევნია მივაგდოთ ეს სპეციალობა ან წავიდეთ უცხოეთში ან გარკვეულწილად დავანებოთ თავი ამ გადაზიდვას ბუნებრივია ამის შემდეგ ხო ჩვენი უბრალო მოსახლეობის პრობლემა წამოვა წინა პლანზე იმიტომ რომ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ ერთი მხრივ ადგილობრივ გადამზიდავს მიეცეს უპირატესობა ხორბლის გადაზიდვებში და მეორე მხრივ ზოგადად ხორბალმა როგორც მასიურმა ტვირთმა საავტომობილო ბორბლებიდან გადაინაცვლოს რკინის ბორბლებზე, რკინიგზაზე. გარკვეულ ბიზნეს აწყობილი აქვს ეს საქმე, შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალებები, საუბარი აქვს თუნდაც ქართულ გადამზიდვებზე და აწყობილია ეს ბიზნესი და უცბად ესე ერთი ხედის მოკვდით გამოაცვალო ბიზნესი არც ისე ალბათ რაღაც გეგმაზომიერებაც აწყობს. ალბათ ყველა დააკვირდებით რომ სატრანსპორტო საშუალებებს თუნდაც ქართულს რომელიც მოძრაობს არც ქართული სატრანსპორტო საშუალებები ჩვენ საავტომობილო გზებს არ აკლებენ ასე ვთქვათ და ისინი აზიანებენ. თუ დააკვირდებით აი გვერდზე აქვს ამაღლებული რუსულ სიტყვას მიხარ ბორტი გვერდულა ასე ვთქვათ იმის გამო რომ დაახლოებით 8 ტონა დამატებით, აი ხას უსვამ 8 ტონა დამატებითი ხორბალი დაეტიოს. აი ზუსტად ეს 8 ტონა არის ის მარჟა, რომელიც არის მომგებიანობის ზემოთ, ანუ რომელიც არის მეწარმე კომპანიის, ასე ვთქვათ, მისი შემოსავალი. საკმარისია სახელმწიფომ გარკვეული წონითი შეზღუდვები, ანუ პირობითად აი ეს გვერდულა მოხსნას და გააუქმოს, რომ ეკონომიკური ეფექტი დაეკარგება ამ ტიპის გადაზიდვას. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელიც 2018 წელს ხორბლის სამანქანო გადაზიდვის შეზღუდვას ეწინააღმდეგებოდა, დღეს ჩვენთან საუბარში აღიარებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მხრივაც, ეკოლოგიურადაც და ეკონომიკურადაც მომგებიანი და უმჯობესია ხორბლით ქვეყნის მომარაგება საზღვაო ან სარკინიგზო გზით ხდებოდეს. ჯერ ვთქვათ ის, რომ მთლიანად ტრანსპორტი, მათ შორის ხორბლის იმპორტის სამი სახეობა არის. ეს არის გემი, ეს არის რკინიგზა და ეს არის სამანქანო გზა. ზოგადად ჩვენ თუ ამას შევხედავთ, ქვეყნისათვის უფრო მომგებიანია სასურსათო უსაფრთხოებისათვის და ხორბლის ერთგვეროვნების სავაჭრო პარტიების ჩამოყალიბებისათვის, რომ ეს მოდიოდეს დიდი პარტიებს გულისხმობ. ეს არის გემი, მინიმუმ 3-5,000 ტონები, აგრეთვე სარკინიგზო, ესეც არის 1000-1500 ტონა და შემდეგ არის უკვე თვითონ სამანქანო გზა, იმიტომ რომ სამანქანო გზით პარტიები სავაჭრო არ ყალიბდება, ანუ მაქსიმუმ 5 მანქანაა, ერთ მანქანაზე არის 20-25 ტონა, გამოდის რომ ერთი პარტია ეს არის დაახლოებით 100-125 ტონა. რო შევადაროთ კიდე ერთხელ რკინიგზა არის 1000-1500 ტონა და გემი არის 3000-5000 ტონა. რაც ნიშნავს, რომ სასურსათო უზრუნველყოფისათვის და უსაფრთხოებისათვის, გარდამავალი მარაგებისათვის უფრო უპრიანია, რომ მოდიოდეს ეს ყველაფერი ან გემით, ან რკინიგზით. თვითონ სამანქანო მიმართულება ეს არის საწვავი, ანუ ბენზინი ან დიზელი, შესაბამისად მისი ვთქვათ ეკოლოგიური დაბინძურების კოეფიციენტი, საკმაოდ მაღალია რეალურად, თუმცა რაღაც ტექნიკური პარამეტრები არსებობს, მაგრამ რეალურად ეს არსად არ იკარგება ბუნებაში გაიფრქვევა. მაშინ, როდესაც რკინიგზა არის აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა
იმიტომ რომ ელექტრომატარებელით მოდის შესაბამისად მთელი ეშელონი მოდის, ანუ რეალურად გემთან მიმართებაშიც, თავისთავად ცხადია, როცა 3000 ტონა მოდის და 5000 ტონა მოდის ერთი ერთეულით, თავისთავად ცხადია, ეს უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე ვთქვათ სამანქანო გზა. სხვადასხვა ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ახლა კონსულტაციები მიდის მათ შორის რკინიგზასთან, როდესაც შესაძლებელია რაღაც იქ მოქნილი ტარიფების მეშვეობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გარკვეული კონკურენციაში, სწორ კონკურენციაში შევიდეს მათ შორის თვითონ ეს ყველაფერი სამანქანო გზასთან. მე ვამბობ ცივილიზებულ და სწორ კონკურენციაში, იმიტომ რომ რეალურად ქვეყანას ნამდვილად ჭირდება ის, რომ გარკვეული პრიორიტეტები ავირჩიოთ. ტურიზმის ადგილას უნდა იყოს, სატრანსპორტო მიმართულება და ვთქვათ გადაზიდვები, იგივე საზღვაო ფოთი, ბათუმი და იგივე ვთქვათ სარკინიგზო მიმართულებებითაც შეიძლება ვიმუშაოთ. ანუ დაბალანსებულად უნდა იყოს ჩემი აზრით ეს ყველაფერი. ხორბლით თვითუზრუნველყოფა, რომ საქართველოში 10-12%-ს არ აღემატება, ეს ახალი ამბავი არაა. იმპორტში კი დომინანტი რუსული ხორბალია, რომელიც წლების წინ რკინიგზითა და პორტით მოდიოდა, ბოლო 8 წელია კი საავტომობილო გზებზე გადმოვიდა, რითაც, როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, შესაძლებელი გახდა აღურიცხავი პარტიებით ვაჭრობა. ასეთი სქემები რუსული ბაზრისთვის დამახასიათებელია, განსაკუთრებით ახლა, როცა სანქციების თავის არიდება დგას მათ დღის წესრიგში. ეს ყველაფერი კი საქართველოსთვის წამგებიანობასთან ერთად საფრთხის შემცველიცაა, ასეთია სპეციალისტების შეფასება. ეს არის ბოლო დაახლოებით 7-8 წელი, გადავიდა ასე ვთქვათ ბორბლებზე, სამანქანო მიმართულებაზე, მათ შორის ხორბლის იმპორტი, ანუ ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მანამდე რეალურად იყო სარკინიგზო და გემით შემოტანა ხორბლის და უფრო გითხარით რომ მომგებიანი იყო ყველანაირად. უბრალოდ აქ მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, 7-8 წლის განმავლობაში რეალურად ვიცით, რომ თვითონ რუსეთი არ არის ეკონომიკა, რომელიც თავისუფალი ბაზრის პრინციპებზეა დამყარებული, გარკვეული იქ მიმართულებებია, როდესაც შეიძლება ვთქვათ შემოვიდეს ხორბალი ისე, რომ ის არ იყოს აღრიცხული, მაგრამ აღრიცხულს მე ვამბობ მხედველობაში რუსულ მხარესთან მიმართებაში, რაც იწვევს ფასთან მიმართებაში გარკვეულ ვთქვათ უპირატესობას, მათ შორის გემს და რკინიგზას შორის, იმიტომ რომ თუ შევადაროთ მათ შორის რუსეთთან მიმართულებაში, მაგალითად გემი და რკინიგზა უფრო მოწესრიგებულია ამ მხრივ თავისი ხარისხობრივი და სავაჭრო პარტიების მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ხორბალი გემი და რკინიგზით მოდის ლიცენზირებული ელევატორებიდან და ასე თუ ისე ეს საერთაშორისო ვაჭრობას ექვემდებარება. მაშინ, როდესაც სამანქანო გზა ნიშნავს, რომ აქედან გადავიდა მანქანა, წავიდა რომელიღაც საფერმერულ მეურნეობაში, რაც საკმაოდ ბევრი არის რუსულ მხარესკენ და შესაბამისად იქედან წამოსული ხორბალი თვითონ ლიცენზირებული, თვითონ აგრეთვე გაუსნებლობელი არ არის, ანუ ხარისხობრივი მაჩვენებლით და შესაბამისად მათ აქვთ იმის საშუალება იქ, რომ თქვათ ფასთან მიმართებაში გარკვეული манипуляციები განახორციელოთ. მეორე ფაქტორია იმას მიმართულება, რომ თვითონ ბოლო პერიოდში, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რუსეთმა გარკვეულწილად მხოლოდ რუბლზე გადაიწყო ვაჭრობა და აქედან გამომდინარე, როდესაც მაგალითისათვის აქედან მიდის სამანქანო ტრანსპორტი და იქ გაყიდვა ხდება რუბლზე, მაგალითისათვის ღვინო, მაგალითისათვის ხილი, ატამი და ასე შემდეგ, უკანა გზაზე ისინი უბრალოდ იმიტომ რომ ცარიელი არ წამოვიდნენ, ნებისმიერ ფასად ტრანსპორტი უკან, ანუ საქართველოში მოდის გარკვეული ლიკვიდური, თქვათ, საქონლით, რაც შედის მაგალითად ხორბალი, ფქვილი, ზეთი, წიწიბურა და ასე შემდეგ, ამიტომ ამის ფასიც გარკვეულწილად შეიძლება არასაბაზრო იყოს, იმიტომ რომ ჩადებულია უბრალოდ გატანის დროს, მოგება და არა შემოტანის დროს. შესაბამისად, ესეც არის პრობლემა, რომელიც შემდგომში უკვე ვექტორი მიდის იქეთკენ, არა მარტო იმად, რომ იმ წუთას იაფია, მაგრამ შემდგომში ეს იქნებს უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით მივდივარ და შესაბამისად, უბრალოდ ფიზიკურად არსებობის იმპორტირებული მათ შორის ხორბლის. ამიტომ აქ რაღაც ასატონიანი პლუსები და მინუსები და შესაბამისად ასე ფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. რით დაზარალდა ქვეყანა რუსული ხორბლის იმპორტის საავტომობილო ბორბლებზე გადმონაცვლებით და რამდენად პერსპექტიულია მისი ისევ გემებსა და რკინიგზებზე დაბრუნება. სპეციალისტები აქ ბაქო-თბილისი-ყარსის რულის გააქტიურების დიდ შესაძლებლობას ხედავენ. როდესაც ჩვენ საავტომობილო ტრანსპორტით პირობითად ხორბლის გადაზიდვას ვახსენებთ, არც ის უნდა გამოგჩნდეს, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის რიგები გაზრდილი
ზემო ლარსის საზღვარზე. იმიტომ რომ რუსეთს მხოლოდ ეს არტერია დარჩა არა მარტო საქართველოსთან კავშირისთვის, არამედ ყველაზე მის დიდ სავაჭრო პარტნიორთან თურქეთთან. ანუ სომხეთთან და უფრო მეტია თურქეთი. ანუ თურქეთის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ცენტრალურ აზიაში მიდიან, ლარსზე გადიან და შემდეგ წრესულიან კასპიის ზღვას. საითკენ მიმყავს ჩემი ლოგიკა, რომ ანუ ფაქტობრივად აი ამ დამატებითი ნაკადების, აი ომის შემდგომ პერიოდში დამატებითი ნაკადების წარმოჩენა თვალი იჩინა იმაზე, რომ ხდება ქართველი მეხორბლეების საზღვარზე დიდი ხნით დაყოვნება და ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც იქ სპეციალურად შესაბამისი შავი ანაზღაურებით ხდება ამ მანქანების გამოყვანა, ნუ შავი ბიზნესი რუსეთის მხარეს ეს ყვავის. აქედან გამომდინარე, აი ამ პროცესმა კიდევ უფრო გართულა ხანგრძლივობის თვალსაზრისით ხორბლის გადაზიდვები. აქედან გამომდინარე, ზუსტად სახელმწიფოს თვალთა ხედვაში უნდა იყოს და მისი სტრატეგიული ხედვა უნდა იყოს, რომ სწორედ რაციონალურად გადაანაწილოს ტვირთნაკადები, რომელიც მოთხოვნილება სახელმწიფოებრივია. ჩვენ ყველას გვეშინს, რომ ხორბალი ეს არის სახელმწიფო დიახ, აი კარგად მოძებნეთ სტრატეგიული დანიშნულების და ცნობილია ისიც, რომ გარკვეული პროცენტული მარაგი უნდა არსებობდეს პირობითად ბეღელში, რომ არ უსაფრთხოების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მე ცოტა უკან დავბრუნდები და აღვნიშნავ, რომ საქართველოს რკინიგზაზე ნავსადგურებთან ერთად და ეს ტვირთი იყო ყოველთვის მისი პური, აი რომ დავარქვათ რა, დაახლოებით 2.2 მილიონი ტონა გადაიზიდებოდა, ეს არის საუბარი სადღაც 15 წლის უკან, ვიდრე მასობრივად გადავიდოდა ხორბალი ლარსზე. აი ეს 2.2 მილიონი ტონა სადღაც 36 მილიონი ლარის ფარგლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალია რკინიგზისთვის. რკინიგზას პარალელურად ამ პერიოდისთვის გამართული 1500 ხოპერი, ასე ქვია, იმ მოძრავ შემადგენლობას, რითიც ხორბალი გადაიზიდება. ეს შეძენილი ქონდა, სხვადასხვა ძალიან განახლებული ბოლო მოდელის, ასე ვთქვათ. რო ვერ იყენებს ახლა ამ ხოპერებს, გადაიტანა ცენტრალურ აზიაში და იქ, ასე ვთქვათ, არენდით გადასცა, ეს ფინანსური დანაკარგია, პლუს 2.2 მილიონი ხორბალი, რომელიც მოძრაობდა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მეზობელი სომხეთისთვის. ანუ რკინიგზა იყო ძირითადი არტერია, იმიტომ რომ ეს მასობრივი ტვირთის იმაში გადის, სახეობაში გადის და ამის გარდა ჩვენი ნავსადგურები, ძირითადად ფოთის ნავსადგური იყო დატვირთებული. ან დაკავებული. ფაქტობრივად, ხორბლის საავტომობილო ტრანსპორტზე გადანაცვლება პირველი ეკოლოგიური და გზის დაზიანების პრობლემები წარმოქმნა საქართველოში, მეორე სახელმწიფოებრივად რო გადმოვხედოთ, ქვეყანამ დაკარგა ამ ტვირთის რკინიგზით გადაზიდვა და მოძრავი შემადგენლობის და ნავსადგურის დაუტვირთაობა და ერთობლიობაში გამოვიდა, რომ არარაციონალურად მოხდა ამ კონკრეტული ტვირთის გამო ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება. იქ დაზიანება, აქ დაუტვირთაობა. გამომდინარე, აქედან ზოგჯერ არის პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს დარგში პრიორიტეტი, რომ მან მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება, შექმნას ისეთი გარემო, რომ მოხდეს აი ამ ნაკადების გადამისამართება. მაგრამ აქ შეიძლება ახლა რაციონალურად დაისვას საკითხი, რომ აი ამ ძიმე პერიოდში, როცა საომარი მდგომარეობაა რეგიონში და პრაქტიკულად განეიტრალებულია და საზღვაო გადაზიდვებია. საომარი პირობების შემთხვევაში ამ ტვირთების დაზღვევას უკვე არც ერთი კომპანია არ აწარმოებს და იმიტომ რომ გაუგებარია რამე რომ მოხდეს და სადაზღვეო თანხების ანაზღაურება. ამიტომ გარკვეულწილად ეს აი ამ რკინიგზაზე გადმორთვის პერსპექტივაც გარკვეულწილად მინიმიზირებული გახდა. მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ, რომ ალბათ სხვა არტერიებიც არის საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტზე საუბარი, რომლის გამოყენება შეიძლება და აი აქ მოხდეს ამ ტვირთნაკადის გადმორთვა. რამდენად პერსპექტიული იქნება ხორბლის გადაზიდვასთან დაკავშირებით დაიტვირთოს ეს მიმართულება ბაქო, თბილისი, ყარსი? რატომღაც მე ეს მიმართულება ვიგულისხმე, როცა ჩემი აი ამ წინა კითხვის
ბოლო აკორდი ასე ვთქვით ჩამოვაყალიბე და თქვენ ალბათ რაციონალურად დაიჭირეთ ეს მარცვალი ამ მომენტში და რა თქმა უნდა დღესდღეობით ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა იმასაც აღნიშნავ, ეს არის დაუტვირთავი, როდესაც სიტყვა დაუტვირთავს ვახსენებთ, ალბათ ციფრებიც უნდა მოვიხმაროთ, რომ 2 მილიონი დღესდღეობით ტვირთის გატარების შესაძლებლობა გააჩნია არსებული ტექნიკური აღჭურვილობით აი ამ რკინიგზას, მაგრამ დაახლოებით 200-300 თუ ატარებს ეს ძალიან დიდი გაანგარიშებით, ანუ ფაქტობრივად 15-20%-ის ფარგლებშია ათვისებული ამ რკინიგზის შესაძლებლობა. ამიტომაც რაციონალურია ამ რკინიგზის უფრო მეტი დატვირთვით გამოყენების შესაძლებლობის გამოაშკარავება. უნდა დავუმატოთ ის გარემოება, რომ ყარსში, სადაც ამ რკინიგზის ბოლო წერტილია, თურქეთის ხარემ უკვე რამდენიმე წელია დაასრულა ძალიან დიდი ლოგისტიკური ცენტრი. ლოგისტიკური ცენტრი არის ხორბალზე ორიენტირებული. აი ზუსტად ხორბლის ლოგისტიკური ცენტრი, რომლის მიზანი იყო თავიდანვე და ამას ღიად აცხადებდა თურქული მხარე, რომ რუსეთიდან და ყაზახეთიდან წამოსული მარცვლეული მისულიყო აი ამ ყარსის ლოგისტიკურ ცენტრში. ბუნებრივია, თუ ჩვენ ამ მიმართულებას გამოვიყენებდით, ადვილად შესაძლებელი იყო, რომ გადმორთვა იქ არსებობს რუსთავიდან გადმორთვა და თბილისში შემოგვეტანა რუსეთიდან და ყაზახეთიდან წამოღებული ხორბალი. თურქეთის მხარეს დაახლოებით 1,5-2 მილიონი ტონა ხორბალი ესაჭიროება, იმიტომ რომ დისპროპორცია არსებობს ეკონომიკურ განვითარებაში დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში და ამ თვალსაზრისით აი ეს ყარსის პუნქტი, ლოგისტიკური პუნქტი ძალიან კარგი იქნებოდა აი ამ რადიუსში, თურქეთის ამ რადიუსში, თუნდაც საავტომობილო ტრანსპორტის დისტრიბუცია გაეკეთებინათ ხორბალის დამქმნელ ქარხნებში. ამიტომაც ეს პოტენციალი არსებობს. არ უნდა დავმალოთ ის გარემოებაც, რომ აზერბაიჯანი მაქსიმალურად არის დაინტერესებული აი ამ ბაქო-თბილისი ყარსის გამოყენებაში, რადგან $900 მილიონამდე აქვს დახარჯული და უკუ ეფექტი ძალიან დაბალია. ამიტომ აქაც გარკვეულწილად პოლიტიკური ხედვა საჭირო, რომ მაქსიმალურად ხორბალზე ორიენტირებული გადაზიდვა გავაკეთოთ. და მაინც, რატომ ვერ ვახწევთ თავს რუსეთს? რატომ ვერ ვანაცვლებთ რუსულ ხორბალს სხვა ალტერნატივებით? პასუხი მარტივია. ის ჩვენთვის ყველაზე იაფია, იმდენად იაფი, რომ ჯერ კიდევ არ გვიღირს. მისი ჩანაცვლება, მაგალითად, უკრაინული ხორბლით, რომელიც ომის პირობებში უპრეცედენტოდ გაიაფებულია. თვითონ ხორბლის შემოტანის ფასი და ზოგადად ბიზნესი ასე მუშაობს ყველა ქვეყანაში, არის თვითონ საქონლის ფასი, ამ შემთხვევაში ხორბლის ფასი და პლუს ტრანსპორტირება, ანუ ლოჯისტიკა, რომ გავამსხვილოთ ეგ სიტუაცია. შესაბამისად, ჩვენ თუ შევხედავთ გეოგრაფიულად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, გეოგრაფიულად ყველაზე ახლომდებარე ხორბლის მომყვანი და მსოფლიოში პირველი მწარმოებელი, უბრალოდ ექსპორტიორი არის რუსეთი. შესაბამისად, ჩვენ თუ ზღვაზე განვიხილავთ, მოდი ერთი მაგალითი განვიხილოთ, მაგალითისათვის ზღვით შემოტანის დროს და ხორბლის ფასი დაახლოებით ერთი და იგივეა შავი ზღვის რეგიონში, შეიძლება ფასის სხვაობა ტონაზე იყოს $3-5 და შესაბამისად აქ აქტიურად შემოდის უკვე ლოჯისტიკის კომპონენტი. მაგალითისათვის ფოთის პორტიდან იგივე რუსულ უახლოეს პორტამდე, ეს არის ნოვოროსისკთან ახლომდებარე ეისკი ან როსტოვის პორტი, არის დაშორება ორჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ვთქვათ უკრაინის უახლოეს პორტამდე, ეს არის ოდესის პორტი, იქ არის და შესაბამისად აქვე შეგვიძლია განვიხილოთ მაგალითად ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, რომელსაც ასევე ხორბალი აქვს, იქვე არის უკრაინასთან ახლოს, მაგალითად რუმინული პორტი კონსტანცა ან ბულგარული პორტი ვარნა, ეს ორივე ცნობილი პორტია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ლოჯისტიკაში ისინი აგებენ დაახლოებით ვთქვათ ორჯერ მეტი დაშორებით, ვიდრე არის რუსული პორტები. სიაფე გასაგებია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ზარალს, რომელიც ხორბალმზიდი რუსული კამაზებით ქვეყანას ადგება, ტურიზმიდან დაწყებული ეკოლოგიით დამთავრებული და ადგილობრივი გადამზიდავების ბაზრიდან განდევნის ჩათვლით, იქნებ გვიღირდეს უპირატესობა სხვა ქვეყნის ხორბალს მივანიჭოთ. ეს კითხვა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა და იმპორტიორთა
ასოციაციას დავუსვით. გეთანხმებით, ანუ მეტი სარგებლიანობის პრინციპით უნდა წავიდეთ, ეხლა რას გულისხმობ? ნახეთ, რუსული ხორბალი არის იაფი, ყველაზე იაფი. თვითონ პრობლემა, რომელიც რაღაც არის მრავალმხრივი, მათ შორის შეიძლება იყოს იმპორტის დროს რუსული მანქანებით ჩამოსვლა, სხვათა შორის ეხლა გუშინ წინ იყო ეგეთი ინფორმაცია, რომ რუსეთში სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზიანს საერთაშორისო გადაზიდვის ტრანსპორტზე და ახორციელებენ რუსეთიდან გატანას პროდუქციის, მათ შორის სავარაუდოდ ხორბლის, ყაზახეთზე და სომხეთზე იყო აქ ლაპარაკი, მაგრამ სავარაუდოდ ეს რაღაცნაირად მიმართულებაა, როცა თქვათ ამბობენ უკვე, რომ შესაძლებელია მხოლოდ რუსული მანქანებით მოხდეს ექსპორტირება, არა მარტო საქართველოში, შეიძლება სომხეთში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში. ანუ ჩვენ ამისთვის რეალურად როდესაც ესეთი უკვე გაცხადებული, ვთქვათ, მიმართულება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ. აქედან გამომდინარე, რომ სწორია, რაც საკითხი ისმება და ამასთან მიმართებაში, რა ვიცი, ალბათ კონსულტაციები საჭიროა ამის დაწყება. შეგახსენებთ, რუსეთი არასტაბილური ბაზარია და არასანდო პარტნიორი ნებისმიერ საკითხში. არც გადაზიდვებია გამონაკლისი. გარდა იმისა, რომ საქართველოში საკუთარი კამაზებით ქართულ ხორბალმზიდებს ავიწროებენ, რუსეთშიც კი ცდილობენ ქართველი მძღოლების შეზღუდვას. საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში 90 დღიანი ვადის გადაჭარბების შემთხვევაში ქართველი სატვირთო მძღოლების დაჯარიმებასა და დეპორტაციას ითვალისწინებს, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ქართველი მძღოლები უკვე დააზარალა. უკვე ფიქსირდება დაჯარიმებისა და დეპორტირების პირველი შემთხვევები ქართულ მძღოლებშიც. ბევრმა გააჩერა გადაზიდვები, რაც მათ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს მხოლოდ და მხოლოდ აუარესებს. მძღოლები დახმარებას მთავრობას თხოვენ. კამეჩი გვიან მწიფადი ცხოველია. როგორც წესი, პირველად ძაგს იგებს 3 ნახევარსა 4 წლის ასაკში. მაკეობის ხანგრძლივობა 305-დან 340 დღეა. ქართული კამეჩი შავი ან მონაცრისფრო ფერის, ძლიერი და გარემო პირობებისადმი გამძლე ცხოველია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩა. იშვიათად გვხვდება თეთრი ნიშნების სხეულზე, თუმცა კუდის ბოლოს თითქმის ყოველთვის შეიმჩნევა თეთრი ბალანი. ქართული კამეჩის იდენტური ნიშანი. ბოლო წლებში ალაზნისა და ივრისპირეთში გავრცელდა მოყავისფრო კამეჩებიც, რაც სავარაუდოდ აზერბაიჯანულ ჯიშებთან შეჯვარების შედეგია. მიუხედავად ამისა, ქართული კამეჩი კვლავ ინარჩუნებს უნიკალურ ექსტერიერსა და ძლიერ გენეტიკურ პოტენციალს. 1957 წლის კვლევის მიხედვით, ქართული კამეჩი კავკასიის სხვა ჯილაგებზე მაღარი და მასიური ცხოველია. ზრდასრული კურომწარმოებლების საშუალო ცოცხალი მასა 553 კილოგრამს აღწევს. ძაკების ზრდის ტემპი დაბადებიდან 2 წლამდე 259 კილოგრამამდე აღწევს, თუმცა ინტენსიური კვების პირობებში მათი მასა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ადასტურებს ქართული კამეჩის მაღალი პროდუქტიულობის პოტენციალს. ქართული კამეჩის ზაკი მყარცრი კლიმატისადმი ბევრად უფრო შემგუებელია, ითვლება, რომ ბევრად უფრო მაღალი იმუნური და მაღალ პროდუქტიულცაა. დღეს ქართული კამეჩი სამხრეთ კავკასიის საერთო კულტურული და აგრარული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება. ლიმონი სუბტროპიკული მცენარეა, რომლის სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. დღეს ის არა მხოლოდ სამკურნალო და სასარგებლო მცენარედ, არამედ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოთახის მცენარედაც ითვლება. ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით, ლიმონის მჟავათი, შაქრებითა და ვიტამინებით C, A, B და D ჯგუფით. მისი ქერქი, ცედრა, შეიცავს 3-ჯერ მეტ C ვიტამინს, ვიდრე რბილობი, ასევე ციტრინსა და P ვიტამინს, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას. ლიმონის ხე ოთახში წმენს ჰაერს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ქმნის სასიამოვნო მიკროკლიმატს. მას სჭირდება მზიანი, სუბუქად გასანიავებელი გარემო და რეგულარული მორწყვა, განსაკუთრებით მაისიდან სექტემბრამდე. ზამთარში წყლის რაოდენობა უნდა შემცირდეს, ხოლო ტემპერატურა იყოს 10-დან 14 გრადუსი ცელსიუსი. ლიმონი შეიძლება გამრავლდეს კალმებით ან კურკით. უმჯობესია დამყნობა. საჭიროა კომპლექსური სასუქი, სინათლე და დროული გადარგვა ზომიერად დიდ ქოთანში. თუ ლიმონის ფოთლები არის ღია მწვანე ან უფერო, მას აკლია სინათლე ან სასუქი. თუ ლიმონის ფოთლები ან კვირტები ყავისფერია, ესე იგი აკლია სინესტე. თუ არ ყვავილობს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან ვიწრო ქოთანი. თუ ლიმონის კვირტები და ფოთლებიც ძალიან წვრილია,
ნაკლები განათების და სასუქის სიმცირის ბრალია. 5-6 დღეში ერთხელ დაათვალიერეთ ლიმონის ყველა ფოთოლი როგორც წაღმა ისე უკანა მხარეს. თუ აღმოაჩენთ რაიმე მავნებელს, გამოვრეცხოთ ოთახის ტემპერატურის საპნიანი წყლით. საფუტკრის პროდუქტულობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მის მდებარეობაზე. ტერიტორია უნდა შეირჩეს შემოდგომაზე, რომ გაზაფხულზე ფუტკრის გადაყვანამდე მზად იყოს. არ შეიძლება საფუტკრის განთავსება ავტომაგისტრალებთან, ფერმებთან, ქიმიურ საწარმოებთან ან მაღალი ძაბვის ხაზებთან. ეს ფაქტორები უარყოფითად მოქმედებს ფუტკრის ჯანმრთელობაზე და პროდუქტზე. საფუტკრი უმჯობესია განთავსდეს მშრალ, ქარისგან დაცულ ფერდობზე, სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთის მხარეს. უნდა ერიდოთ ტენიან, ჩავარდნილ ადგილებს და უზრუნველყოთ დილისა და საღამოს მზის შუქი, ხოლო შუადღისას ჩრდილი. ახლოს სასურველია ჰქონდეს პატარა ნაკადული, მაგრამ არა დიდი წყალსაცავი. მნიშვნელოვანია გარშემო 2-3 კილომეტრის რადიუსში უხვად იყოს თაფლოვანი მცენარეები: აკაცია, ცაცხვი, წაბლი, იონჯა, მზესუმზირა და სხვა. ისინი უზრუნველყოფენ ნექტრის უწყვეტ მოპოვებას სეზონის განმავლობაში. სკები უნდა განთავსდეს მყარ გრუნტზე, ერთმანეთიდან 3-4 მეტრი დაშორებით, ჭადრაკული რიგებით, 30-50 სანტიმეტრის სიმაღლის სადგამებზე. ფუტკრების უკეთესი ორიენტაციისთვის სკები იღებება სხვადასხვა ფერში: ყვითელი, თეთრი, მწვანე ან ცისფერი. ასე მოწყობილი საფუტკრე ქმნის უსაფრთხო, ნაყოფიერ და ჯანმრთელ გარემოს, როგორც ფუტკრისთვის, ისე მეფუტკრისთვის. ასკილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეა საქართველოში. ცნობილია ასკილის 400-მდე სახეობა. მათგან საქართველოში 25 იზრდება, 5 კი ენდემურია. იზრდება ტყის პირებში, ბუჩქნარებში, მდელოებზე, მთის ფერდობებზე, გზის პირებზე. მისი ნაყენი და ჩაი გამოიყენება გრიპის, გაციების, სისხლნაკლებობის, ღვიძლის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებებისას. ასკილი წმენს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. სამკურნალო თვისებები აქვს არამხოლოდ ნაყოფს, არამედ ფესვს, ფოთოლსა და თესლსაც. თესლის ზეთი ცნობილია როგორც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი საშუალება. ასკილის ნაყოფი იჭმება ნედლადაც და დაკონსერვებულადაც. მისგან ამზადებენ ნაყენებს, ჩაისა და ექსტრაქტებს. ნაყოფის შეგროვება ხდება სრული სიმწიფის პერიოდში, აგვისტოში ან სექტემბერში, როდესაც ისინი მკვლეთრ წითელ ფერს მიიღებენ. ნაყოფი უნდა იყოს მკვრივი, დაუზიანებელი. აშრობენ საშრობებში 40-60 გრადუს ტემპერატურაზე, ან ღია ცის ქვეშ, ჩრდილში, თხელ ენად გაშლილს. გამხმარი ნაყოფი ინახება მშრალ, გრილ, ბნელ ადგილას, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. ფოთლებისა და ყვავილების შეგროვება ხდება ყვავილობის პერიოდში. ბოცვერის აცრა აუცილებელია, რადგან იცავს ორ ყველაზე საშიშ ვირუსს: მიქსომატოსსა და ვირუსულ ჰემორაგიულ დაავადებას, RHD. ეს ინფექციები სწრაფად ვრცელდება და ხშირ შემთხვევაში ფატალურია, ამიტომ პრევენცია უმნიშვნელოვანესია. პირველი აცრა კესდება 6-8 კვირის ასაკში, ან როცა ბოცვერი 500-600 გრამს მიაღწევს. საქართველოში, როგორც ევროპაში, ძირითადად გამოიყენება კომბინირებული ვაქცინა, რომელიც ერთდროულად ორივე დაავადებისგან იცავს. რევაქცინაცია ტარდება პირველ აცრიდან 4 კვირის შემდეგ, ხოლო შემდგომში ყოველ 6 თვეში ერთხელ. საუკეთესო პერიოდებია გაზაფხული, აპრილი-მაისი და შემოდგომა, სექტემბერი-ოქტომბერი. იმ რეგიონებში, სადაც დაავადების გავრცელების რისკი მაღალია, აცრა შეიძლება ყოველ 4 თვეში განმაორდეს. ვაქცინაციამდე ბოცვერი უნდა იყოს სრულიად ჯანმრთელი და პარაზიტებისგან დამუშავებული. ორსულ ბოცვერზე აცრა დასაშვებია, თუმცა სასურველია წინასწარი კონსულტაცია ვეტერინართან. ვაქცინაციის შემდეგ მცირე დაღლილობა ან მადის დროებითი დაკარგვა ნორმალურია. არასდროს აცრა ავამდგოფი ან დასუსტებული ცხოველი. ვაქცინაცია მარტივი ნაბიჯია, რომელიც იცავს ფერმას დიდი დანაკარგებისგან და უზრუნველყოფს ბოცვრის ჯანმრთელობასა და სტაბილურ პროდუქტიულობას.
ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.